აქცია ეწვია. სტუმრები გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ მიიღო და ამ სიტყვებით მიმართა: ძმანო და შვილნო, ქართველნო მაჰმადიანებო, ჩემი მიზანი იყო და არის თქვენი მშვიდობა, თქვენი კარგად ყოფნა და დაწინაურება. ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახი და თქვენი სარწმუნოება ისლამი. ჩვენ ქართველი ქრისტიანები ყოველთვის ვიქნებით თქვენი სარწმუნოების მფარველნი და მადლობელნი. მუსლიმებისადმი პატივისცემა გამოხატა ეპისკოპოსმა გაბრიელ კიკოძემაც და მათ მფარველობა აღუთქვა. თქვენ არ იფიქროთ, რომ თქვენს შულს ვინმე ჩვენთაგანი შეეხოს და ავადახსენოს. არა, ეს არასოდეს არ იქნება. აი მე თვით მღვდელმთავარი არ ვარ ამის მოსურვე. თერგდალეულები თითოეულ მოქალაქეს აღმსარებლობის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა. რა ჩვენი საქმეა, ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის, რა რჯულით სურს იმ რჯულზე იყოს. მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, შრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. ურიგო არ იქნება, რომ ამ ქრისტეს სიტყვებითა და ზემოხსენებულ მოსაზრებით იხელმძღვანელონ ყველა იმათ, ვისაც ბათუმის მაზრის ქართველ მაჰმადიანებთან ექნებათ საქმე. წერდა ილია ჭავჭავაძე. წერილში მაჰმადიანთ გაქრისტიანება. იაკობ გოგებაშვილმა მუსლიმი ბავშვებისთვის შექმნა დედაენის საგანგებო ვარიანტი, რომელიც სარწმუნოებაზე ყურადღებას არ ამახვილებდა. 1881 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმში გახსნა პირველი ქართული სკოლა. შეიძლება ჩვენ მართლმადიდებლები დავრჩეთ, ისინი მაჰმადიანები, მაგრამ მაინც ერთმანეთის ძმები ვიყვნეთ. ამიტომ ნურავის ექნება იმის შიში, რომ ვინმე ეცდება მაჰმადიანი მოსწავლეების გაქრისტიანებას, ამბობდა ილია ჭავჭავაძე. ქართველ მუსლიმებს დიდი წვლილი მიუძღვით ეროვნული ერთიანობის იდეების გავრცელებაში. 1918 წელს ოსმალეთის საოკუპაციო ჯარმა დაიკავა ბათუმის ოლქი. მუსლიმების ნაწილმა დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომელსაც საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და მწერალი მემედ აბაშიძე თავმჯდომარეობდა. კომიტეტის მიზანი იყო ავტონომიის სტატუსით აჭარის საქართველოსთან შემოერთება. ქართველ მუსლიმთა საქველმოქმედო საზოგადოება კი საქართველოს მთავრობას ფინანსურად ეხმარებოდა. 1919 წლიდან მემედ აბაშიძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი სამუსლიმანო საქართველო. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები იყვნენ: მემედ აბაშიძე, შერიფ ხიმშიაშვილი, ხუსეინ ბეჟანიძე, ჯემალ ქიქავა, ჯემალ ნოღაიდელი, ჰაიდარ ზია და ასლან აბაშიძეები, მემედ გოგიბერიძე, უსუფ ქათამაძე, შუქრი ხალვაში, ოსმან და ადირ თავდგირიძეები, ფეიზულ სურმანიძე, ხასან თხილაიშვილი და სხვები. მუსლიმების ნაწილმა დამოუკიდებელი ერის სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნა არჩია. 1905 წლის ათივნის ქართველთა და აზერბაიჯანელთა კრებაზე, რომლის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო, მემედ აბაშიძემ ქართველ მუსლიმთა სახელით აღნიშნა: ჩვენ თუმცა სარწმუნოებით მაჰმადიანები ვართ, მაგრამ ეროვნებით ქართველები ვართ. ქართული სისხლი გვიდუღს. სულითა და გულით ქართველები ვართ და ამიტომ ჩვენში ვერასდროს ვერ მოიკიდებს ფეხსინგვარი ქადაგება, რომელსაც მიზნად ექნება ჩვენს ძმებს, ქრისტიან ქართველებს გადაგვკიდოს და ჩვენ შორის მტრობა გააჩაღოს. საქართველოს მთავრობის 1920 წლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: რჯული სხვადასხვა გვაქვს მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ორივენი ერთი საქართველოს შვილები ვართ. ჩვენი ძალა შეერთებაშია, ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს.